10,000-ობით ფუტის სიმაღლეზე წყნარი ოკეანის თავზე ორი დაკბილული შავი სილუეტი ცივ ღამის ჰაერს ჭრის, ძლივს შესამჩნევი შუაღამის ცაზე. ესენი არიან F-127 Nighthawk-ები, აშშ-ს სამხედროების უახლესი და ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები და ისინი ასრულებენ თავიანთ პირველ საბრძოლო მისიას. Nighthawk-ები შეუმჩნევლად მიფრინავენ რიოჰადოს სამხედრო აეროდრომისკენ. პანამის ცენტრალურ ნაწილში, ეს არის პანამის თავდაცვის ძალების, PDF-ის მე-6 და მე-7 კრეითი კომპანიების მთავარი ბაზა. და ის შედგება ქვეყნის ყველაზე ერთგული და კარგად მომზადებული ჯარისკაცებისგან. 1989 წლის 20 დეკემბერია და ეს არის ოპერაცია სამართლიანი საქმის გახსნის ეტაპი. მისია, რომელიც 1 წელზე მეტ ხანს მზადდებოდა. და F-117-ის პილოტებს აქვთ ისეთი კონკრეტული და ზუსტი დავალება, როგორიც მათი თვითმფრინავებია. მათ არ უთქვათ, რომ უნდა მოკლან PDF-ის ჯარისკაცები, არამედ უნდა შეაშინონ ისინი სერიოზულად. და მათ აქვთ იდეალური იარაღი ამ დავალებისთვის, რადგან თითოეული თვითმფრინავი აღჭურვილია განსაკუთრებულად ზუსტი 2000 ფუნტიანი BLU-109 ტიპის გამანადგურებელი ბომბით. მაღალ ტექნოლოგიურ კაბინებში შეკრულები, პილოტები, ინფრაწითელი ეკრანების საშუალებით აკვირდებიან, როგორც კი მათი სამიზნეები გამოჩნდება. არათავად ბარაკები, სადაც PDF-ის ჯარისკაცები არიან განთავსებული, არამედ ორი ღია მინდორი, რომლებიც პირდაპირ გარეთ მდებარეობს. გეგმა მარტივია. ბომბების ჩამოგდება მინდვრებში ისე, რომ საკმარისად ახლოს იყოს, მაგრამ სერიოზული მსხვერპლი არ გამოიწვიოს. მაგრამ ეს გამოიწვევს ძლიერ აფეთქებით ტალღას, რომელიც ჯარისკაცებს დააბრმავებს და დაგრუებს, რის შედეგადაც ისინი სრულიად დეზორიენტირებულები დარჩებიან. ამის შემდეგ ამერიკელ ჯარისკაცებს მცირე წინააღმდეგობა შეხვდებათ, სწრაფად შევლენ და სიტუაციას კონტროლს დაუწესებენ, მინიმალური სისხლის ზღვის პირობებში. მაგრამ როცა პილოტები მიზანს უახლოვდებიან, ხვდებიან, რომ რაღაც არ არის რიგზე. მოულოდნელად ძლიერი ქარები უბერავს ამ ტერიტორიაზე და პილოტებს მხოლოდ რამდენიმე წამი აქვთ, რომ ფრენის მარშრუტი შეცვალონ და სიტუაცია გაასწორონ. წამყვანი Nighthawk-ი მარცხნივ უხვევს და ტვირთს უშვებს ბარაკებიდან სულ რაღაც 60 იარდის მოშორებით, რომელიც თავდაპირველად მეორე თვითმფრინავის სამიზნე უნდა ყოფილიყო. მეორე პილოტი, რომელიც ხვდება, რომ გეგმა ჩაიშალა, ისიც მარცხნივ უხვევს და თავის ბომბს კიდევ უფრო შორს აგდებს, დაახლოებით 300 იარდის მოშორებით იმ სამიზნედან, რომელიც თავდაპირველად პირველ პილოტს ჰქონდა მინიჭებული. ბომბები ფეთქდება, ცეცხლისა და მიწის სვეტი ჰაერში იფრქვევა, აფეთქების ტალღა გარეთ ვრცელდება. მაგრამ მე-6 და მე-7 ასეულების დაძინების ნაცვლად ეს პირიქით მოქმედებს. აშშ-ს ახლახან PDF-ს ყველაზე ძლიერი გამოფხიზლების ზარი მისცა, რაც კი ოდესმე მიუღიათ. ბარაკებში შეშინებული, მაგრამ ფხიზელი ჯარისკაცები იარაღს იღებენ, როცა პირველი ამერიკელი ჯარისკაცები შეტევისთვის ემზადებიან. ინვაზია ოფიციალურად დაიწყო და სამიზნე იყო ადამიანი, რომელიც ვაშინგტონს ადრე ჰყავდა თავის ხელფასზე. გენერალი მანუელ ანტონიო ნორიეგა. ნორიეგამ 2000 წლეულზე მეტი გაატარა როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტმა და ასრულებდა როგორც ინფორმატორის, ასევე დაზვერვის შუამავლის როლს. ის თვალს ადევნებდა კომუნისტურ ფიგურებსა და მემარცხენე მოძრაობებს, აწვდიდა ინფორმაციას და ამავდროულად ხელს უწყობდა ამერიკულ ოპერაციებს მთელ რეგიონში. მაგრამ 1980-იანი წლების ბოლოსთვის ყველაფერი შეიცვალა. აგენტი კონტროლიდან გამოვიდა. 1983 წელს პანამის ფაქტობრივი მმართველი რომ გახდა ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, მანუელ ნორიეგამ თავისი ქვეყანა ნარკოკლეპტოკრატიად აქცია და უახლოვდა ნარკოტიკების კონტრაბანდის კარტელებს, როგორიცაა კოლუმბიის მედელინის კარტელი. ის ირებდა ქთამებს და მათ უკანონო მოგებაშიც კი წილს ირებდა. მან ფაქტობრივად პანამის არხი კოკაინისა და სხვა ნარკოტიკების სატრანზიტო გზად გადააქცია. ადამიანი, რომელსაც ვაშინგტონი ოდესღაც ენდობოდა, დიქტატორი გახდა, გააუქმა დემოკრატიული არჩევნები და საკუთარ ხალხზე გამოუშვა ეგრეთ წოდებული ღირსების ბატალიონები, რომლებიც ძალადობრივად ახშობდნენ მათ უფლებას, პროტესტი გამოეთქვათ მის წინააღმდეგ. და 1989 წლის 15 დეკემბერს მან ოფიციალურად გამოაცხადა ომის მდგომარეობა პანამასა და აშშ-ს შორის. ვაშინგტონს ნორიეგას მოცილება სჭირდებოდა, მაგრამ ამისთვის ვაშინგტონს ერთი შეხედვით შეუძლებელი სტრატეგიული პრობლემა უნდა გადაეჭრა, რადგან პანამა უბრალოდ მორიგი საბრძოლო ველი არ არის. ეს არის ვითრო და წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მიწის ზოლი, სადაც სხვათა შორის ძალიან ბევრი ამერიკელი მოქალაქე ცხოვრობს. უფრო ზუსტად 35,000. ათასობით ამერიკელი სამხედრო და მათი ოჯახის წევრები პანამის არხის ზონაში არიან განლაგებულნი, ხშირად სულ რამდენიმე მეტრში პანამის თავდაცვის ძალების ბარაკებისგან. გენერალი მაქსველ თურმანი, სამხრეთის სარდლობის ხელმძღვანელი და ოპერაცია სამართლიანი მიზნის დაგეგმვის პასუხისმგებელი პირი, კარგად აცნობიერებს, რამდენად სწრაფად შეიძლება ეს სიტუაცია გადაიზარდოს ამერიკის ისტორიაში ყველაზე მძიმე მძევლების კრიზისში. თუ შეერთებული შტატები დაიწყებდა ნელ ტრადიციულ სამხედრო მობილიზაციას, ნორიეგა ამას წინასწარ შეამჩნევდა. და ერთი ბრძანებით მას შეეძლო თითოეული სასტუმრო, სკოლა და არხის საკონტროლო პუნქტი ციხესიმაგრედ ექცია. ათასობით, ან თუნდაც 10,000-ობით ამერიკელი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის მძევლად აყვანა. მათი სამოქალაქო ფარად გამოყენება შეერთებული შტატების დასაშინებლად, თურმანი ამას არ დაუშვებს. სტანდარტული შეჭრა გამოსავალი არ არის. ის სწრაფი და მოულოდნელი უნდა იყოს.
ერთი ძლიერი გამანადგურებელი დარტყმა, რომელშიც ამერიკა პანამას ისე ძლიერად და სწრაფად დაარტყამს, რომ პანამის თავდაცვის ძალები ფაქტობრივად თამაშიდან ამოვარდება. სანამ ნორიეგა შეძლებს თუნდაც ერთი ბრძანების გაცმით თავისი მიზნის დასახვად, თურმანი იწყებს თავისი გეგმის ჩამოყალიბებას. 1989 წლის 16 დეკემბერი ეს ის ღამეა, როცა ნორიეგა მომი გამოაცხადა. დაახლოებით საღამოს 9 საათზე 4 ამერიკელი სამხედრო ოფიცერი მიემართება სადილად Marriott Caesar Park ჰოთელში, პანამა სიტის ცენტრში. ისინი უიარაღონი არიან და კერძო ავტომობილით გადაადგილდებიან. საგზაო ბლოკპოსტთან პანამა სიტის ელ ჩირილოს უბანში, PDF-ის შტაბ-ბინის გარეთ. ამერიკელების ავტომობილს უბრძანებენ გაჩერებას. გაბრაზებული სამოქალაქო ბრბო არ ხამს მანქანას ალყას და ამერიკელი ოფიცრები იწყებენ შიშს თავიანთი სიცოცხლისთვის. დაძაბულობა იზრდება და ვნებები მძვინვარებს. ამერიკელი ოფიცრები ცდილობენ გაქცევას და პანამის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ცეცხლს ხსნიან. ერთი ტყვია მანქანის უკანა ნაწილში ხდება და საზღვაო კრეიტთა პირველი ლეიტენანტი რობერტ პაზი ზურგში დაიჭრა. მანქანას მართავდა საზღვაო კრეიტთა კაპიტანი, რომელიც ასევე ფეხში დაიჭრა. როდესაც ამერიკელები გაქცევას ახერხებენ, ისინი პაზს სასტრაფოდ გორგასის არმიის საავადმყოფოში მიიყვანენ, სადაც მას გარდაცვლილად აცხადებენ. ქაოსის დროს აშშ-ს საზღვაო ფლოტის სპეცრაზმელი და მისი ცოლი, რომლებიც თავდასხმას შესწრნენ, პანამის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ძალით წაიყვანეს და სცემეს. პანამამ პირველი ნაბიჯი გადადგა და ვაშინგტონისთვის ეს დაუსჯელი ვერ დარჩება. პრეზიდენტი ჯორჯ ჰეიუ ბუში ბრძანებას გასცემს. პანამის შეჭრის გეგმა, ოპერაცია სამართლიანი საქმე, განხორციელდება და ეს არ იქნება ისეთი შეჭრა, როგორიც მსოფლიოს აქამდე უნახავს. აშშ-ის ძალები არ გაამახვილებენ ყურადღებას წინა ხაზის შეტევებზე ან თანდათანობით გაძლიერებაზე. მთელი ოპერაცია აგებულია ერთდროულობის კონცეფციაზე. მრავალმხრივი შეტევები სხვადასხვა მხრიდან, რომლებიც ზუსტად ერთსა და იმავე დროს განხორციელდება. 20 დეკემბრის 1:00 საათზე, H საათზე, 27 სამიზნე იდენტიფიცირებულია. მათ შორისაა აეროდრომები, PDF-ის ბაზები, საკომუნიკაციო ცენტრები და გამაგრებული პუნქტები. აშშ-ს კარგად ესმის, რომ პანამაზე ბევრად ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ეს მისია მხოლოდ ძალაზე კი არა, სისწრაფეზეც არის დამოკიდებული. ძალებს მოუწევთ ქვეყნის მასშტაბით მრავალი საკვანძო პუნქტის დაუყოვნებლივ დარტყმა, რათა PDF-ს არ მიეცეს რეაგირების არანაირი შესაძლებლობა. აშშ აერთიანებს მასიურ ერთობლივ ძალას, რომელშიც არმიის, საზღვაო ფლოტის, საზღვაო ქვეითების, საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვის პერსონალია ჩართული. ელიტური დანაყოფები, დელტა ფორსი და საზღვაო სპეცრაზმელები წინა ხაზზე იქნებიან, ხოლო მათ უკან დადგებიან სახმელეთო ძალები, როგორიცაა 65-ე რეინჯერთა პოლკი და 5-ე ქვეითი დივიზია. ეს მასშტაბური სინქრონიზებული დარტყმაა. თუ ერთი სადესანტო ზონა მაინც გამოტოვეს ან რეიდი დაგვიანდა, PDF-ს ექნება დრო კოორდინაციისთვის და სამოქალაქო მსხვერპლი მკვეთრად გაიზრდება. ეს მისია, რომელიც შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთული საჰაერო ოპერაციაა, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. 1989 წლის 20 დეკემბერი 00:45 საათით 15 წუთით ადრე, H საათამდე. თავარი ოპერაცია იწყება, მაგრამ სანამ სამართლიანი საქმე დაიწყება, უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი, უფრო მცირე, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი მისია. ოპერაცია მჟავა გამბიდი. ეს ალბათ მთელი შეჭრის გეგმის ყველაზე ფაქიზი ნაწილია და ერთი ამერიკელი კაცის სიცოცხლეს სასწორზე დევს. მისი სახელია ქურთ მიუზი. ის არის CIA-ისთვის მომუშავე პირი, რომელმაც უხელმძღვანელა მიწისქვეშა მოძრაობას, სახელწოდებით თავისუფლების ხმა, რომლის მიზანიც ნორიეგას დამხობა იყო. პროპაგანდისა და ფარული რადიო გადაცემების გამოყენებით, მიუსი იმედოვნებდა, რომ პანამის დიქტატორის წინააღმდეგ აჯანყების ნიადაგს დათესავდა, მაგრამ მისი მცდელობები 1999 წელს ჩაიშალა, როდესაც ხელისუფლება მის იპოვა და დააგავა. შემდეგ კი 9 თვეს ამარცხვინოთ ცნობილ კარსელ მოდელოს ციხეში გაატარა. იქ პატარა საგანში ზის მიუსი და დაზვერვის ცნობების მიხედვით ნორიეგამ თავად გასცა ამერიკელის სიკვდილით დასჯის პირობითი ბრძანება. როგორც კი აშშ-ს შეჭრის ან თავდასხმის რაიმე ნიშანი დაფიქსირდება, მიუსი უნდა მოკლან. მყისიერი და სასტიკი შურისძიება პანამაზე სამხედრო მოქმედების ყველაზე მცირე მინიშნების შემთხვევაშიც კი. მაგრამ აშშ-ს არ აქვს განზრახვა, რომ ეს მოხდეს. ამიტომ, H საათამდე რამდენიმე წუთით ადრე, 4 პატარა Little Bird-ის ვერტმფრენი ცაში ადიადის და პანამა სიტის სახურავებზე ტრიალებს. ვერტმფრენებში იმყოფებიან დელტა ფორსის ოპერატორები, რომლებიც პლანეტაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მომზადებულ სამხედრო პერსონალს წარმოადგენენ. ისინი ქუჩაზე კი არ ჩამოსვამენ, არამედ პირდაპირ ციხის სახურავზე, სადაც სახურავის გარს ასაფეთქებლებით ხსნიან. შემდეგ კი კიბეებზე ჩადიან მიუზეს საგნისკენ. იქ ერთ მცროლს დავალებული აქვს მიუზეს დახრედა, თუ ვინმე მის გადარჩენას შეეცდება. ის დელტას ოპერატორმა გააუნებელყო, სანამ იარაღზე ხელის გაწვდენასაც კი მოასწრებდა. ჯგუფი შედის და საკნის კარის საკეთს ესვრის, მაგრამ საკეტი არ ყვდება. შემდეგ ისინი პატარა ასაფეთქებელს იყენებენ კარის გასახსნელად. მუსეს აძლევენ ჯავშანჟილეთს, ბალისტიკურ ჩაფხუტს და სათვალეებს. შემდეგ კი მას სახურავზე ახკავთ და ერთ-ერთ Little Bird-ზე ტვირთავენ. დარჩენილია მხოლოდ ევაკუაცია და ბაზაზე დაბრუნება, მაგრამ ამ დროს უბედურება ხდება.
ამ რაიონში მყოფი PDF-ის ჯარისკაცები ახლა უკვე სრულად აცნობიერებენ, რაც ხდება და არანაირი განზრახვა არ აქვთ, რომ ამერიკულ ძალებს ღამით გაუჩინარების საშუალება მისცენ. მათი ტყვე მძიმე ტყვიან მხევებიდან დაწყებული, რეაქტიული კუმბარ მტკორცნებით დამთავრებული ყველაფერს ისვრის. PDF-ის ძალები კი ჯოჯოხეთს აწყობენ ამერიკელებზე. ვეტმფრენი, რომელიც მიუზეს გადახკავს და აზიანდა, შეირღა, სიმაღლე დაკარგა და მოულოდნელად საშინელი ვარდნა დაიწყო ქუჩისკენ. ქვემოთ მიწაზე მძიმედ ეჯახება და ახლომდებარე შენობაში ეჯახება. ვერტმფრენში მყოფი მრავალი დელტას ოპერატორი დაშავდა, მაგრამ სუნთქავენ, მუსეს ნანგრევებიდან გამოათრიეს. ბნელად განათებულ შესახვევებში მიიპარებიან და სადაც შეუძლიათ იქ იმალებიან. ბოლო თავდაცვის პერიმეტრს აწყობენ და ახლომდებარე საბრძოლო ვერტმფრენს ინფრაწითელი სტრობოსკოპის საშუალებით ანიშნებენ. PDF-ის ჯარები მათ პოზიციას უახლოვდებიან, ხოლო ვაზნები იწურება. როგორც ჩანს, მხოლოდ წუთების საკითხია, სანამ ეს პატარა ამერიკელთა ჯგუფი განადგურდება. პერიმეტრი თითქმის ჩამოშლის ზღვარზეა, როცა მე-5 კრეითი დივიზიის M113 ჯავშან მანქანა პანამელთა ბარიკადებს არღვევს და ხვატიანი ცეცხლით შესახვევს ასუფთავებს. მიუსისა და დელტა ჯგუფის გადასარჩენად მკვდარი კაცის ჩამთველი ვერ ამოქმედა და ნორიეგა მალე შეიგრძნობს შეერთებული შტატების სამხედრო ძალის სრულ სიმძლავრეს. თუ ასეთი სამხედრო დეტალები მოგწონთ, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ახი. ამჟამად ეს საუკეთესო გზაა, რომ რეალური სამხედრო ანალიზები კვლავ მოგაწოდოთ. მაგრამ პანამაში სრული შეჭრა უკვე დაწყებულია. კრეტნის მასშტაბით ამერიკელი სამხედროების ელიტური ჯგუფები იღებენ კონტროლს თავიანთ სამიზნეებზე. მუშაობენ სხვადასხვა მიზნის მისაღწევად, მათ შორისა PDF-ის განეიტრალება და ქვეყნის საკომუნიკაციო ქსელების პარალიზება. მაგრამ არსებობს ერთი მიზანი, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია დანარჩენებზე. ერთი სამიზნე, რომელიც ყველაზე მეტად აქვს მნიშვნელობა, თავად ნორიეგა. მას არ უნდა მიეცეს გაქცევის საშუალება და 48 კაციანი საზღვაო კრეითების სპეციალური რაზმი სანაპიროსკენ მიემართება, რათა ეს უზრუნველყოს. მათი სამიზნეა პუნტა ფაიტეას აეროდრომი, სანაპიროს აეროპორტი პანამის ქალაქში, სადაც ნორიეგას პირადი თვითმფრინავი 1980 წლის ლირჯეთ 25 მდებარეობს. აშშ-ს კარგად ესმის, რომ მიუხედავად მისი მკაცრი იმიჯისა, ნორიეგა დიდხანს არ დარჩება ადგილზე, როგორც კი პირველი გასროლა გაისმის. მაგრამ თუ სილები თვითმფრინავს გაუნებელყოფენ, მაშინ ეს ვერ მოხდება. ეს თითქოს მარტივი მისია, მაგრამ ის გაცილებით უფრო გართულდა, უფრო დიდი ოპერაციის შეზღუდვების გამო. აშშ-ს მეთაურებს უბრალოდ არ სურთ აეროდრომის დაბომბვა ან განადგურება. მათ სურთ, რომ ის მომავალი გამოყენებისთვის უვნებელი დარჩეს. ეს ნიშნავს, რომ საზღვაო ძალებს უბრალოდ არ შეუძლიათ გაგზავნონ AC-30 სპექტრის ტიპის საბრძოლო ხომალდი, ან ჩაატარონ მასიური განადგურება ამ ტერიტორიაზე. ამის ნაცვლად სილებს ეძლებათ ბრძანება გამოიტენონ მხოლოდ მინიმალური ძალა თვითმფრინავების გასაუნებელყოფად. მათ უნდა მიუახლოვდნენ, მიაკენონ თვითმფრინავს იმდენი ზიანი, რომ აფრენა ვერ შეძლოს. მაგალითად, დაუშინონ საბურავებს ან გადაჭრან მართვის სადენები და შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად და უხმაუროდ დატოვონ ტერიტორია. წყლიდან აეროდრომს რომ უახლოვდებიან, სილები ფარულად იპარებიან ასაფრენი ბილიკის კიდეზე. ეს კარგად განათებული აეროპორტია. გარშემო მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი PDF-ის მცველებით განან, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წამში ცეცხლი გახსნან. ღია სივრცეში აღმოჩენილი სილები ნათელი ასაფრენი ბილიკის განათებით სრულად გამოიკვეთნენ. პანამელი დამცველები სიბნელეში ჩაფარებული ჰანგარებიდან ისვრიან და ამერიკელებს სასიკვდილო ხაფანგში აქცევენ. მრავალი სილი დაიჭრა. მინიმალური ძალის გამოყენების მოთხოვნა უკვე აღარ არის აქტუალური. ეხლა ყველაფერი დასაშვებია და ერთ-ერთი სილი AT-4-ის ანტიტანკურ რაკეტას ესვრის ნორიეგას თვითმფრინავს, რათა დარწმუნდეს, რომ მას აფრენის არანაირი შანსი აღარ დარჩა. მიზნის მიღწევის შემდეგ სილები საკმარისად დიდხანს აკავებენ ტერიტორიას, სანამ დამხმარე ძალები მოვლენ. თვითმფრინავი განადგურებულია, მაგრამ ფასმა მაღალი იყო. 4 სილი დაიღუპა, ხოლო 8 მძიმედ დაშავდა. მაშინ როცა მცირე ელიტარული დანაყოფები თავიანთ ოპერაციებში არიან ჩართული, მთავარი ძალა პირდაპირ ეშვება პანამაზე ისეთ ადგილებში, როგორიცაა რიო ჰატო და ტორეოს დოკუმენის საერთაშორისო აეროპორტი. ათასობით პარაშუტისტი, მათ შორის 65 რეინჯერთა პოლკიდან და 82 საჰაერო სადესანტო დივიზიიდან ასრულებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საბრძოლო გადმოხდომას 1940-იანი წლების შემდეგ. ტრის ხაზებს მიღმა გადაადგილდებიან და პირდაპირ შეჭრის ცხელ ზონაში ხვდებიან. თუ ისინი ჰაერში დიდხანს დარჩებიან, პარაშუტისტები ადვილ სამიზნედ იქცევიან და მიწაზე მყოფი პანამის თავდაცვის ძალები მათ მარტივად გაანადგურებენ. ამის თავიდან ასაცილებლად, ამერიკელი ჯარისკაცების გადამყვანი CS-30-ები წარმოუდგენლად დაბალ სიმაღლეზე, მიწიდან მხოლოდ 500 ფუტის დაშორებით დაფრინავენ. ესეთ სიმაღლეზე, როგორც კი პარაშუტისტები თვითმფრინავებს ტოვებენ, ჰაერში მხოლოდ 12 წამით რჩებიან, სანამ მიწაზე დაეშვებიან. სცენა ქაოტურია. სატრანსპორტო თვითმფრინავები პანამის სახურავებზე დაბლა დაფრინავენ, როცა ათეულობით პარაშუტისტი ჰაერში გადმოხდება და ებრძვის ძლიერ ქარს, რომელიც ცენტრალური ამერიკის პეიზაჟზე მძვინვარებს. ყველა მათგანს არ აქვს მარტივი დაშვება, ზოგი ასაფრენ ბილიკებს, ხეებს, ან თუნდაც მიმდებარე ჭაობებს დიდი სიჩქარით ეჯახება. სხვები დაშვებისას კარგავენ აღჭურვილობას, ჩანთებს ან რაციებს, ხოლო ზოგი პირდაპირ პანამის თავდაცვის ძალების პოზიციებზე ეცემა. მათ უწევთ სასწრაფოდ დაიცვან თავი, სასოწარკვეთილ მცდელობაში რომ გადარჩნენ, რადგან მტრის ტყუები მათგენ მიემართება. გატეხილი ძვლების, დაკარგული აღჭურვილობისა და გაფანტული ჯგუფების მიუხედავად, დესანტებმა შეძლეს სიმშვიდის შენარჩუნება.
მათ თავიანთი უნარები და გამოცდილება კარგად გამოიყენეს და არსებული პირობები საკუთარ სასარგებლოდ შემოაბრუნეს. სანამ PDF-ის ჯარისკაცების სიბნელის გასანათებლად და მტრის ხანმოკლე წყვეტილი დანახვისთვის პროჟექტორებსა და იარაღის ლულებიდან ამოსულ ცეცხლს ეფრგნობიან, ამერიკელებს უახლესი ტექნოლოგიების უპირატესობა აქვთ. დესანტის ჯარისკაცები აღტურვილნი არიან ხამის ხედვის სათვალეებით, რომლებიც დილის ადრეულ საათებში სიბნელეს ანათებს. რეინჯერთა მცირე ჯგუფები სიბნელეში ერთმანეთს პოულობენ, ზოგჯერ კი ახალ დროებით ჯგუფებსაც ქმნიან. შემდეგ ერთად აგრძელებენ მოძრაობას, მტრის პოზიციებს ასუფთავებენ და თავიანთ მიზნებს აღწევენ. PDF, რომელიც ძირითადად ნახევრად სამხედრო პოლიციის ძალაა, არ აქვს საკმარისი წვრთნა ან მზადყოფნა ასეთი საბრძოლო სიტუაციისთვის და მალე სრულად დამარცხდება. რიო-ჰატოში რეინჯერთა ბატალიონები საათზე ნაკლებ დროში იღებენ აეროდრომის კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ FASA-ს 17 ნაითოუკებს არ შეუძლიათ წარმატებით შეაკრთონ ამ ტერიტორიის დამცველები. მზის ამოსვლის დროისთვის ნორიეგას საუკეთესო ჯარები, ან განადგურებულნი არიან, ან ტყვედ-აპყვედ-აყვანილნი, ან გაქცეულნი. მასობრივი მძევლების კოშმარი, რომელსაც გენერალი თერმანი ეშინოდა, არასდროს განხორციელდა. ამერიკელთა შეტევის სისწრაფე იმდენად ძლიერია, რომ მტრის ძალების უმეტესობას რეაგირებაც კი არ ესწრება, ამ ბრძანებების მიღებაც ვერ ასწრებენ. ზოგი მოგლული ან დაჭრილი, მაგრამ ბევრი უბრალოდ დებს იარაღს და ნებდება. ერთდროული მოქმედების სტრატეგია წარმატებულია და PDF აღარ არსებობს. მაგრამ მთავარი მიზანი ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ნორიეგა ჯერ კიდევ არ დაუჯერიათ, მიუხედავად იმისა, რომ თვითფრინავი აღარ აქვს. იმ ქაოსსა და განადგურებაში, რაც იმ პირველ შეტაკებებს მოჰყვა, ნორიეგამ მოახერხა გაქცევა, გადაურჩა საწყის დაბომბვებს და პანამა-სიტის ქუჩებში გაუჩინარდა. მომდევნო დღეებში აშშ იწყებს მასშტაბურ ძებნას მთელ ქვეყანაში. ნორიეგას თავზე $1 მილიონ ჯილდოს აწესებენ, მაგრამ დღეები გადის და მისი ადგილს სამყოფელის კვალი არ ჩანს. მაგრამ შემდეგ 1999 წლის შობის წინა დღეებში ნორიეგა კვლავ გამოჩნდება. ის თავშესაფარს ითხოვს პანამა-სიტიში მდებარე ვატიკანის საელჩოში, აპოსტოლურ ნუნციატურაში. ამ ქმედებით ის დიპლომატიურ ჩიხს ქმნის. აშშ-ს არ შეუძლია შტურმით აიღოს საელჩო და გამოიწვიოს საერთაშორისო აშფოთება, მაგრამ არც იმას დაუშვებს, რომ ნორიეგა უბრალოდ იქიჯდეს და შემდეგ ნაბიჯს გეკმავდეს. დილემის წინაშე მდგომი აშშ-ს არმია მართლაც უნიკალურ გამოსავალს პოულობს, ისეთ რამეს, რასაც ვერავინ იწინას წარმეტყველებდა. ფსიქოლოგიური ოპერაციების, ანუ ფსაიოფსის გუნდი გადაწყვეტს, რომ საელჩოს გარშემო უზარმაზარი დინამიკების კედელი ააგოს და ნორიეგას სამალავზე აკუსტიკური დაბომბვა განახორციელოს. ისინი 24 საათის განმავლობაში ვთავენ როკსა და მძიმე მეტალს, მათ შორის Van Halen-ის Panamas და Judas Priest-ის You've Got Another Thing Coming-ს. ეს არის იარაღად ქცეული სენსორული გადატვირთვა, რომელიც მიზნად ისახავს სრული ფსიქოლოგიური გამოფიტვისა და უძილობის გამოწვევას. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ხმაურის კედლის ტაქტიკა მუშაობას იწვევს. ყველა შეუძლია რამდენიმე საათით ცოტა ხმაურიანი მუსიკის მოსმენა გადაიტანოს. მაგრამ როცა ის უწყვეტად უკრავს დღეების განმავლობაში, ღამეების განმავლობაში, ხურის გამაპროვებელ ხმაზე, რაც არ გაძლევს საშუალებას დაიძინო ან თუნდაც ნორმალურად იფიქრო, ის ხდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არაძალადობრივი წამების ფორმა, რაც კი არსებობს. ის ერთ კვირაზე მეთხანს უძლევს, მაგრამ ბოლოს ნორიეგას მოთმინება ეწურება. 1990 წლის 3 იანვარს რის გამოდის საელჩოდან, დაღლილი და გადეხილი, და ნებდება ხელისუფლებას. ის დაუპოვნებლივ გადაჰყავთ მაიამიში, სადაც მას ნარკოტიკებით ვაჯრობისა და რეკეტირების ბრალდებით ასამართლებენ. ოპერაცია სამართლიანი საქმე დასრულებულია. ხოლოდ რამდენიმე კვირაში აშშ-ს სამხედროებმა დაამხეს დიქტატორი და გაანადგურეს პარამილიტარული ძალა. მან ასევე დაამტკიცა სრულიად ახალი დოქტრინის ეფექტიანობა, რომელიც აღარ ეკორდნობა წარსულის ნელ და ეტაპობრივ ტაქტიკას, არამედ მოქმედებს სისწრაფითა და ფარულობით. დავაჩქაროთ დრო. 37 წლით. სამიზნე აღარ იყო ჯუნგლებში დამალული დიქტატორი, არამედ ირანის უზენაესი ლიდერი. დააძგაპუნეთ თქვენს ეკრანზე არსებულ ვიდეოზე, რათა ზუსტად ნახოთ, როგორ განახორციელა აშშ-მ 21 საუკუნის ყველაზე რთული ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაცია. გმადლობთ ყურებისთვის და მომავალ ბრძოლაში შევხვდებით.